Global ტურიზმზე უარყოფითი გავლენა მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებამ უკვე მოახდინა, მაგრამ ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს მხრიდან მზარდი ტერორიზმის საფრთხე დიდი ალბათობით ტურიზმს ეკონომიკურ რეცესიასა და ფინანსურ კრიზისებზე გაცილებით დიდ დარტყმას მიაყენებს. რა ახალი რისკების წინაშე დგას ქართული ტურისტული სექტორი გლობალური პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. თემაზე ეკონომისტრი სტუმარია სათავგადასავლო ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი დავით რაქვიაშვილი. ბატონ დავით, მოგესალმებით. მოგესალმებით, გამარჯობა. ბატონ დავით, თუ გავითვალისწინებთ ეგვიპტეში მომხდარ ავიაკატასტროფას, პარიზის ამბებს და ჩვენი მეზობლების თურქეთისა და რუსეთის დაძაბულ ურთიერთობას. რა რისკების წინაშე აყენებს ეს ქართული ტურიზმის ინდუსტრიას, განსაკუთრებით შემომყვან ტურისტულ კომპანიებს, რაც უცხოური ვალუტის შემოდინების საშუალებაა ქვეყანაში? ნებისმიერი არასტაბილურობა, განსაკუთრებით როდესაც ეს შეიძლება იყოს რეგიონალური მასშტაბის ტერორისტული საფრთხე, ბუნებრივია. ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ გადაწყვეტილებას მოგზაურობის შესახებ მოგზაურები, ტურისტები იღებენ რამოდენიმე ფაქტორიდან გამომდინარე. ერთი ეს არის მათი ქვეყნების მიერ გაცემული ეგრეთ წოდებული სამოგზაურო გაფრთხილებები, რომელიც მაგალითად ხო ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საერთოდ გლობალური გაფრთხილება მისცა თავის თანამოქალაქეებს 24 თებერვლამდე მოქმედებს ეს გაფრთხილება, რომ მათ თავი შეიკავონ ვთქვათ პრობლემურ ქვეყნებში მოგზაურობისგან და არის მთელი რიგი პრევენციული ზომები, რომელიც მათ შეიძლება განახორციელონ, ასევე ინფორმაციული უზრუნველყოფა. ასევე ისინი გადაწყვეტილებას იღებენ ბუნებრივია მედია საშუალებებით გასული სიუჟეტების და ზოგადად შექმნილი ნარატივების და ჩამოყალიბებული სიტუაციის მიხედვით. საქართველოს რაც შეეხება, ხო საქართველოში თუ გავითვალისწინებთ ამ რამოდენიმე დღის წინ გასულ სიუჟეტს, ეს არის ახალი საქართველოს რეალობაში, თუმცა ეს არ არის ახალი დღეს თანამედროვე მოგზაურობის ცხოვრებაში. დღეს უსაფრთხოება უფრო ლოგისტიკის საკითხია, ვიდრე რაღაც ესეთი აბსოლუტური პარამეტრი. პრობლემას, რომელიც საქართველოს წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს, ამ ინდუსტრია თავს ვერ გაართმევს, ბუნებრივია ეს არის როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე მისი პარტნიორების მართვის საკითხი, ამ პრობლემის საკითხი და რისკების მინიმიზაციის და მე ვფიქრობ, რომ საქართველო ამაში არ არის მარტო და ამ პროცესების პარტნიორებთან ერთად წარმართვის შემთხვევაში საქართველოში დრამატული ცვლილება ვითარების უსაფრთხოების თვალსაზრისით მოსალოდნელი ალბათ არ არის. ბატონ დავით, თქვენ ეგრეთ წოდებული შემომყვანი ტურისტული კომპანიების ბიზნესში საქმიანობთ. საინტერესოა, რომელი ქვეყნებია უფრო დაინტერესებული საქართველოთი და გამკაცრებული უსაფრთხოების ღონისძიებების ფონზე უკვე თუ იგრძნობა მოთხოვნის შემცირება? არა, არ იგრძნობა, ტურიზმი რეაგირებს საფრთხეზე ყისიერად თუ ის არის დიდი გლობალური და მტკივნეული, ასე ვთქვათ, საფრთხე, როგორც ეს მოხდა პარიზის შემთხვევაში, როდესაც ეს არის ტენდენციები, მაშინ ტურიზმი ამას აკვირდება. სამწუხაროდ ტურიზმმა შეიძლება რეაგირება გააკეთოს 1-2 წლის შემდეგ, რადგანაც დაგეგმა პროდუქტის შეფუთვა მიმდინარეობს ეხლა როგორც ველაპარაკობთ არა მაღალ სეზონებზე, ასე რომ რეგიონში არსებულმა ვითარებამ შეიძლება ტურიზმის ნაკადების შეფერხება საქართველოს მიმართებაში გამოიწვიოს დაგვიანებით, შეიძლება 1 წლის. თუმცა ბატონ დავით, ფაქტია, რომ საქართველოში ტურისტების ნაკადი გლობალური რეცესიის ფონზე ორნიშნად ციფრით აღარ იზრდება, როგორც ეს იყო მაგალითად 2006-12 წლებში. ამას ემატება გართულებული გეოპოლიტიკური სიტუაცია. რამდენად დიდია რისკი, რომ ტურიზმი ორმაგი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს აქედან გამომდინარე? იცით რა, საქართველოს ესეთი ქვეყანა, როდესაც არა მარტო ტურიზმი, ჩვენ მუდმივად ვართ რა დარტყმების ქვეშ. ახლა დღეს რო ლაპარაკობ ტერორიზმზე, 2008 წელი მთელი ქვეყნის საწინააღმდეგოდ ჩადენილი ტერორისტული აქტი იყო. ამიტომ ეს ერთი ფაქტორია. მეორე ფაქტორი არის ის, რომ ახლა მუდმივად ორმაგი ციფრით ზრდაც ალბათ არარეალისტური პროგნოზია. საქართველოში ტურიზმის ზრდა არის, ტურიზმის ზრდის ტემპები შენელებულია, ამას აქვს ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებიც. რაც შეეხება ამ კომბინაციას, როდესაც არის რეცესია, როდესაც არის გლობალური, ვთქვათ, ტერორისტული საფრთხე და არის
რეგიონალური კონფლიქტის ნიშნებიც. Რა თქმა უნდა, ეს მოქმედებს გადაწყვეტილებებზე, მაგრამ მე ჯერჯერობით ამას ვერ ხედავ, რომ ამან შეიძლება დრამატული, ეგრეთ წოდებული დეფოლტური ვარნა გამოიწვიოს საქართველოს ტურისტების შემოდინებაზე. ბატონ დავით, ნებისმიერი კრიზისის დროს არის არა მხოლოდ დაზარალებული, არამედ მოგებული მხარეც. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო მაინც არ არის დარტყმის ეპიცენტრში და გუშინ თურქეთის მიერ რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ რუსეთმა მოუწოდა მოსახლეობას არ წავიდნენ თურქეთში და შეჩერდეს ავიარეისები. ხომ არ არის ეს შანსი საქართველოსთვის მოიზიდოს დამატებითი ტურისტული ნაკადები? ვერ გეტყვით, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის განვითარება იმდენად რთული საპროგნოზოა ახლა და რამდენად იმოქმედებს ეს იმ ბიზნესის მოცულობაზე, რომელიც მათ აკავშირებთ რთული სათქმელია. საქართველოს არ არის კონკურენტი იმ ტურისტული ჯგუფების, რომლებიც რუსეთიდან თურქეთში დადიან, ეს არის ეგრეთ წოდებული განცხრომის ტურიზმი, ასე რომ აქ მე პირდაპირ კავშირს ვერ ხედავ. მე პირდაპირ კავშირს ხედავ ამ მთლიან სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის ზეწოლა საქართველოს მოსახლეობაზე, საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც მიმართულია ჩვენი პრიორიტეტების გადასინჯვისკენ და ალბათ მთავარი ეს არის, მთავარი არ არის დღეს დაუშვათ ვისაუბროთ რუსეთიდან საქართველოში ნაკადები მოიმართება თუ არა, მთავარია საქართველოს არ შეცვალოს პრიორიტეტები თავისი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მიზნებთან დაკავშირებით, რაც უსაფრთხოების გარანტიაც არის, რა თქმა უნდა. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა. დავით რაქვიაშვილი, სადავგაზდასავლო ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე იყო, ეკონომეტრის დღევანდელი გამოშვების სტუმარი.